მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, მე დღეს მოგიყვებით სამ ისტორიულ ფაქტზე, რომელიც ბევრისთვის უცნობია და რა თქმა უნდა საინტერესოა. პირველი ფაქტი ეს არის კადავერის სინოდი და ეს კრება ისტორიაში დარჩება როგორც აბსურდული ძალაუფლების სიმბოლო. ამ კრებაში მონაწილე მხარეები იყვნენ პაპი ფორმოზუსი და პაპი სტეფანოს მე-6. ოღონდ ამ კრებაზე სტეფანოს მე-6-ემ წინანდელი პაპი ფირუზი გაასამართლა, ის ასე ვთქვათ ამოიღო საფლავიდან, მკვდარი ამოიღეს საფლავიდან, ჩააცვეს ასე ვთქვათ პაპის ტანის სამოსი და სასამართლო პროცესი როგორც მკვდარი, ანუ გვამი ასე ვთქვათ დადეს გასასამართლებლად. რა თქმა უნდა, სტეფანოზი უსვამდა კითხვებს და მკვდარი პაპის მაგივრად მის კითხვებს სცემდა პასუხს მისი, ასე ვთქვათ, ახლო მღვდელი. და რა იყო ამ კადავერის სინოდის მთავარი ზედაზრი, რომ ამ კრებაზე პაპ, ასე ვთქვათ, ფირუზი გაასამართლეს როგორც ეკლესიის დამრღვევი, ანუ რომელიც არღვევდა ეკლესიის წესებს და ასევე რომ ის უკანონო დავიდა პაპის ტახტზე და რა თქმა უნდა, სასამართლომ გაასამართლა, უпростად სასამართლომ დამნაშავედ ცნო პაპი ფორმოზუსი და რა თქმა უნდა კი არ დაასაფლავეს ისევ, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით ის ასე ვთქვათ ათრიეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს და ამ კრების მთავარი მიზანი ის იყო, რომ ეს იყო აბსურდული ძალაუფლების სიმბოლო. შემდეგ პაპი სტეფანოზიც ხალხმა ვერ აიტანა ასეთი შოკის მომგვრელი ამბავი და პაპი სტეფანოზიც ჩამოგდეს ტახტიდან და რა თქმა უნდა მოკლეს. მეორე საინტერესო ფაქტი ეს არის მარიამ კიურიზე. მარიამ კიური ეს გახლდათ ნობელის პრემიის ლაურეატი, ორგზის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის და ქიმიის დარგში და მარიამ კიური გამოიგონა რადიოაქტიური ნივთიერება, უпростად აღმოაჩინა, ეს იყო რადიუმი და ზუსტად რადიუმმა დაუსრულა მარიამ კიურის სიცოცხლე. ის მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებდა თავის, ასე ვთქვათ, დღეებს თავის ლაბორატორიაში და კერძოდ ამ ნივთიერებასთან და იმდენად ვერ ხვდებოდა ამ ყველაფერს, რომ ეს ნივთიერება იმდენად საზიანო იყო მისთვის და მათ შორის ირგვლივმყოფებისთვის, რომ ზუსტად ამ ნივთიერებამ შეიწირა ის ამ ნივთიერებას ჯიბებში ატარებდა, მასთან ერთად იძინებდა და იმდენად უკვე გატაცებული იყო ამ ყველაფრით, რომ საბოლოოდ ის ძალიან, ასე ვთქვათ, წვალებით გარდაიცვალა სამწუხაროდ, მაგრამ რაც დაგვიტოვა მსოფლიოს და მთლიან კაცობრიობას, ეს არის მისი დამსახურება და ამ რადიუმის აღმოჩენით ამ რადიუმს იყენებდნენ ქარხნებში, სხვადასხვა საწარმოებში უშვებდნენ და ამ რადიუმმა, რა თქმა უნდა, ბევრი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე დაასრულა მალევე და ისიც უნდა ვთქვათ, რომ მარიამ კიური, როდესაც გარდაიცვალა, მისი კუბო სპეციალურად რკინის კუბოში ჩასვეს, იმიტომ რომ მისი სხეული ზუსტად რადიუმს ასხივებდა, ანუ იგივე რადიაციას და დღემდეც მარიამ კიურის სხეული ასხივებს რადიუმს დღემდეც და რა თქმა უნდა მისი დღიურები და მისი, ასე ვთქვათ, ნივთები სპეციალურ, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების მინაშია დაცული, რადგან მისი თითოეული ნივთიც რადიუმს, რადიაციას ასხივებს. სამფაქტს რაც შეეხება, მესამე ფაქტი ეხება ისევ კათოლიკურ ისტორიაში, კათოლიციზმის ისტორიაში ერთ-ერთ სამარცხვინო ფაქტს, როგორც ასე შეიძლება ითქვას, ეს არის ქალი პაპი იოანა მე-8. კათოლიკურ ისტორიაში იყო ქალი პაპი იოანა მე-8, რომელმაც მოახერხა და ასე ვთქვათ, პაპის ადგილი, პაპის ტახტი დაიკავა. და იმდენად ჭკვიანი გოგონა იყო, რომ ამას ვერავინ ვერ ხვდებოდა, სანამ ის, ასე ვთქვათ,
ასე ვთქვათ, აღდგომის კვირაონზე, სანამ მან ხალხის თანდასწრებით არ იმშობიარა. ნუ ეს ასე ვთქვათ, დადასტურებული ფაქტი არ არის. კათოლიციზმი უარყოფს ამას, ნუ კათოლიკური ეკლესია არ აღიარებს, მაგრამ ლეგენდის დონეზე ასე ვთქვათ, არსებობდა ისტორიაში ქალი პაპი, რომელმაც ასე ვთქვათ, დაიკავა ტახტი და რომის კათოლიკურ ეკლესიას მართავდა იქამდე, სანამ ის მისი ასე ვთქვათ, ორსულობა არ გამომჟღავნდებოდა და როდესაც ის ასე ვთქვათ, მან იმშობიარა ასე ვთქვათ, გარეთ იმასაც კი ამბობდნენ, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადაო და თვითონ, რა თქმა უნდა, ის იოანაც ხალხმა იქვე ჩაქოლა.